სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო თორ ჩაიშლება ჩვენში დახარ. არა. აი ვიხობ. ხო და აღარ იხულა ეგრე. ბოდიში. ჩვენ საჭმელზე არ შევთანხმებულვართ. მითხარი რომ სკოლაში არ გამიშვებდი. ოღონდ მითხარი რა გჭირს თქო? ხო და გითხარი არაფერი არ მჭირს. აი მე რა ამჯერა მამიკო. რატო მატყუ არა ვარ? არა მაგ იცი რომ ყველაფერს მჯერა რასაც მეუბნები. უბრალოდ ეხა არ ვიცი რაღაც სხვანაირი ხარ მოწყენილი. რა გჭირს მითხარი მაგრამ არაფერი უბრალოდ არ მინდა დღეს სკოლაში წასვლა. კაი შეეშვი. ასაკია ქეგეთი. ხო შეუძლია რომ რაღაცა ორი სიტყვა მითხრას არა. აი ეს მილიონდები ლობაზე ვფიქრობ. ხო მეც ეგრე ვარ. არა თუ ძალიან ჩავაცივდებით სულ ჩაიკეტება ხო იცი? მე რა ვიცი. ისიც ვიფიქრე რომ სკოლაში ხوار მივიდე მეთქი რა ვიცი მასწავლებელი უნდა ხوار. აგიჟდი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება რას ამბობ. არა. ეგრე ხო სულ დავკარგავთ. ხო არა ეგ მეც ვიფიქრე. მოდი ესე გავაკეთოთ. დავაცადოთ ცოტა ხანი რამდენიმე დღე არც არაფერი არ უთხრათ, არც არაფერი არ დავაძალოთ. თვითონ მოვა და გვეტყვის? არ ვიცი გვეტყვის თუ არა, მაგრამ რამდენიმე დღეში გაბრაზება რომ გადაუვლის ზუსტად ვიცი. კაი არაფერი არ იქნება სერიოზული დაწყმართ. წარმოიდგინე გამიბრაზდა 1 საათის გამო. არ გესმის, გამიბრაზდა მეთქი. ვინ გაბედა მოვკლავ. შმაგიზე გეუბნები ხარ გაგიჟდი. 1 საათი დავტოვე და რომ მოვედი გამებუტა, აღარ მიმიკარა. აუ ნეტა მე გამიბრაზდეს ხამღამობით ხოლმე რა. სარმაცი ხარ. ადექით ეხლა აშენდა ქვეყანა კაცო. რა იყო განგაშია? რა გჭირს ბიჭო შენ? 7 საათზე გაღვიძებას განგაში ჭირდება? 7-ია უკვე? დიახ. მე დიხარ სადმა? ხო, 10 საათზე სამსახურში უნდა ვიყო. მაგრამ შრომელი კაცი ხო 7 საათზე დგება რა. აბარა, თან ორი შვილის მამა. ეს შენ გენაცვალესია, რაც მჭირდება დღეს უცბად. ადექი ეხლა, ჰა? კვერცხი. თოქი ბავშვსაფენი მაწონი. ეს თუშფალანგი ვიცი ეს თუშფალანგი ესეთი აუცილებელია დილაუთენია? რა ვქნა, აბა ეხლა მე უთუშფალანგოთ, ჰა? ადექი ეხლა 8 საათზე იღება ქვევით მაღაზია და ამომიტანე უცბად რაღაცეები. და მე ქვევით ექნება ეგ თუშფალანგი. აი მე ქონდათ კაცო და ვიფიქრე გუში ვიყიდოთქო. მაგრამ მე გადავიფიქრე ზვიადის ჩაუწერ სიაში მეთქი. ადი. კარგად მოქცეულ ხართ. ადი, დროზე ადი. ეს თუშფალანგი რა არის? რაღაცინაც. აქამდე უთუშფალანგოდ ცხოვრობდით და კი ვიყავით ბედნიერები. გამიღვიძებთ ბავშვ, კაცო, ნუხმაურობთ. ადექი ეხლა შენ დროზე არ გესმის, კაცო? ბავშვებს გამიღვიძებთო. ამას თავის ხო არ გონია ეს ბავშვები. შენ კიდე. წადი თუშფალანგი მოვიდა.
რა კაია რომ მოხვედი. ხო, მე კიდე პირიქით გონია. ნახე რა მივცხეთ? ისიც არ არის? არა, იყო და წავიდა. და რა იყო, ჩემი საათი გაჩერდა, თუ თქვენ არ გაჩერებია სახში. ბიჭო, არ ვიცი, დილის 9-ის ნახევარზე რომ მოვედი, ტიპს უკვე მასალა დაჭრილი ქონდა. მე თქო სახლში აღარ ევასება. აბა შესვენებაზე ყოფილა და. ეს ერთი 10 წუთში მეც მიწევს. გადიხარ? ხო, მანქანა პროფილაქტიკაში უნდა მივიყვანო. აი მაგას რა გაჭირს? აუ, არ ვიცი, დილი ძმაო, ნახევარი საათი უკოქავდი, ვიფიქრე დავწვავ თქო რა. ნუ კაი, კამის დალევის დროა. ჯოქშველის? მაგრა ძინავს? მკვდარი ჩემს ბაბას. ო, მეც ხوار დაულია, გუში რაღაცა ვერ მეძინასავ. აი ვერ იმეძინასავისთვის არ არის ეს წამალი რა. მართლა კი არა, თამაში გადმოწერე რაღაცა იდიოტობა გამათენებინა ძმა. ავა გვაქვს, ბიჭო, კი? დილი დალია იქ. წავედი მე რა. ვიდი. ოპა! კასპერ! მოდი. გამარჯობა. გამარჯობა გიორგი. სერიოზული სალაპარაკო გვაქვს. კარგი, გისმენ? შენ კარგად იცი რომ მე შენთან ერთად მუშაობა არ მინდოდა. მერე? მაგრამ ალბათ იმასაც ხვდები რომ ის კაცი არა ვარ ადამიანი უმიზეზოდ სამსახურიდან გავუშვა. ძალიან კარგი. ისიც გავიგე რომ თურმე კეთილსინდისიერად მუშაობდი. კეთილსინდისიერად კი. მუშაობდი რას ნიშნავს? მე მგონი ახლაც მუშაობ გიორგი არა? ეს ამწუხაროდ მე სხვა ინფორმაცია მაქვს. ანუ ვერ გავიგე. VIP კლიენტების დიდი ნაწილი ჩივის რომ შეხვედრებზე აგვიანებ და მეილებს ან მეორე მესამე დღეს ნახულობ, ან საერთოდ არ ნახულობ. რა? მოიცა ვერ გავიგე, რა სისულელეა, ჯერ ეს ერთი ჩემ კლიენტებთან ერთხელაც კი არ ყოფილვარ დაგვიანებით მისული შეხვედრაზე. მეორეც მეილებს პასუხობ შუა ღამე რო იყოს მაშინაც გიორგი და ვერ გავიგე საერთოდ ჩემთან რატომ მოდიან და თუ რამე პრეტენზიები აქვს ჩემთან პირდაპირ რატო არ მოვიდნენ. ჩემთან არავინ არ მოსულა. ქალბატონ ლიზასთან მივიდნენ და დაიჩივლეს. მაშინ გასაგებია ყველაფერი ქალბატონ ლიზასთან თუ დაიჩივლეს, მაშინ მესმის უკვე. რა არის გასაგები? ის გიორგი რა ლიზამ გადაწყვიტა რომ თავიდან მომიშოროს. მოდი დამიჯერე რა, ლიზა შენი თავიდან მოშორება საერთოდ არ სჭირდება. მეც ესე მეგონა გიორგი თავიდან, მაგრამ მე რაც თქვენი ამბავი გავიგე, მივხვდი რომ ანა, მოეშვი თემიდან გადახვევას და ეხლა კარგად მომისმინე. პირდაპირ გეუბნები, მე ბანკიდან კლიენტებს ვერ დავკარგა. ამიტომ ჯობია შენ თვითონ ადგე და წახვიდე. თორე რა გიორგი, გამაგდე? მომიწევს. ვერა, ვერ მოგართვი ძალიან დიდი ბოდიში რა. იცი რას ვიზავ? მე ჩემ ყველა კლიენტს დავურეკავ და მოვიყვან აქ და თუ რომელიმე იქნება ჩემით უკმაყოფილო, მაშინ მე თვითონ წავალ. და თუ არ იქნება უკმაყოფილო, მაშინ შენი ლიზა წავა, მოსულა? პირობებს მიყენებ უკვე? ხო, იმიტომ რომ უსამართლოდ მექცევი ძალიან რა და ცილს მწამები ვიღაცა შენი გოგოს გამო იქ. და მე ეს არ დამიმსახურებია. და ვერ მოგართვით ვერ შენ და ვერც ლიზას, რა მე აქედან არსად არ წავალ და დიდი ხანი მოგიწევთ ჩემი ატანა ორივეს. მომისმინე. არა, არ მოგისმენა და არ ვაპირებ შენი აბსურდული რაღაც სისულელების მოსმენას აქ. მასადე მუშაობ და წადი შენ თვითონ წიმუშავე. გასაგებია? და ერთი წუთი რა. აი, რაღაც ახალი იმიჯი, სათვალე რომ მოგირგია არ გიხდება. თუ ბოდიში შენმა შეყარებულმა გირჩია. სხვათა შორის თვალი ვიტკინე. დალია ეხა თუ სვამ. აღარ შემიძლია მეზიზღება ეს რძება. მაშინ გაყოლოდი ძმაო სასტრაფოს და გაგიკეთებდი აი, კარგად თვალა.
მაშინაც კარგად იყავი ცეცხლს რო უკიდებდი. აი მადო არა აფეთქდა. ო, ვიცი. იმიტომ რომ შენ გეძინა და ყურადღება არ მიაქციე ძმაო. და იცი რომელი მაგიდა დაიწვა? ზვია დამთქვა ძმაო, რომელზეც თავი გედო შენ. რასაც უყურებ ძმაო, არ გაინტერესებს შენ ახლა, მოკვდებოდი და გადარჩებოდი. სიმართლე გითხრა ეგრეა უკვე რა. რა, ბიჭო? რა და ყოველდღე ერთი და იგივე. დილით ადეგი ბავშვს სკოლაში წაიყვანე, მერე მოდი ცეხში იმუშავე, საღამოს სახლში მიდი დაღლილი დაიძინე. ყოველდღე ერთი და იგივე. რომელი ერთმა ვეჭიდო? ელენეს ძმაო. ყოველთვის ეგრეც იყო ისედაც რა. მაგრამ აღარ არის პატარა. გაიზარდა დიდი გოგოა და აღარ უჭირდები. ჭირდები ძმაო. ხო აი სულ ცოტა ხანი ძდავს შო რა. არა, ეხაც ჭირდები და მერეც დაჭირდები ძმაო და თანდათან მერე შენც დავაგდები რა. და საკუთარ ცხოვრებას წავიწყებ, ხო? ხო, აიწყობ ძმაო. ძალიან მიყვარს ელენეც და ეთერიც, მაგრამ შენი პირადი ცხოვრება მაგათი საქმე არ არის ძმაო. და გონია ვერ ხვდები ეს ბოლო პერიოდი რატო ხარ ესეთი აჭრილი, დეპრესიაში. შუბზე გაწერია ძმაო ქეთი. მართლა ბიჭო? ო, ასო ეს. ქ, ე, თ, ი და ბოლოში ვაო. რეზი შვილი ნელაჭამი რა იყო დედი მოგდევს ვინმე დაიხჩ